რატომ არის ზოგჯერ რომ ეს უეცარი მიზიდულობა, უეცარი სიყვარული შეიძლება ვიღაცასთან მქონდეს და სინამდვილეში რა ტრამვებთან შეიძლება ეს იყოს კავშირში. მოგესალმებით, მეგობრებო. 6 დეკემბერს 13 საათზე ონლაინ ლექციას ვატარებ თემაზე შავი მთვარე და მისი სექსუალური ენერგიის გაცნობიერება. ამ ლექციაზე გავივლი როგორც კარმული ასტროლოგიიდან, მაგალითად ენერგეტიკულ დონეს შავი მთვარის, რა შინაგანი ენერგია აქვს ამ შავ მთვარეს, რა დაფარული არის, რა ტაბუები აქვს ყოველ ლირიკს, მოდი ესე ვთქვათ, შავი მთვარის ენერგიას. რა არის დასამუშავებელი? პირად ურთიერთობებში განსაკუთრებით ძალიან მნიშვნელოვანი არის ლილიტური ენერგიები, რამდენად ჰარმონიულად ან დისჰარმონიულად არის ერთმანეთთან. ეს არის ადამიანის ენერგეტიკული ველი და როგორ მოქმედებს ის სხვა ადამიანების ენერგეტიკულ ველზე. ეს არ არის მხოლოდ სექსუალური ენერგია, ეს არის ენერგეტიკული ველი, რომელიც როგორც ისეთი შინაგანი ღრმა ვიბრაციული ენერგია ესედებს ჩვენში. ცოტა ეზოთერული კუთხითაც და ენერგეტიკულ დონეზეც გავშლი ამ თემას, როგორც უხილავი ენერგეტიკული სიხშირე. ძალიან დიდ აქცენტს გავაკეთებ უფრო პირად ურთიერთობებზე და შავი მთვარის სექსუალური ენერგიის ვიბრაცია როგორ ხდება, როგორ ახდენს გავლენას პირად ურთიერთობებზე, რატომ არის ზოგჯერ რომ ეს უეცარი მიზიდულობა, უეცარი სიყვარული შეიძლება ვიღაცასთან მქონდეს და სინამდვილეში რა ტრამვებთან შეიძლება ეს იყოს კავშირში, შინაგან რამ ისეთ მოდელებთან იყოს კავშირში, ამაზეც გავაკეთებ აქცენტს. აქ როგორც წესი, თეთრი და შავი მთვარე ერთად არის ხოლმე ჩართული, მშობლების მოდელები ზემთვარის მდებარეობაზეც რა თქმა უნდა ჩართული არის, მაგრამ მთავარი გამოძახილი როგორც წესი შავი მთვარის და თეთრი მთვარის დონეზე არის ხოლმე.